ის 184 სანტიმეტრია, ის კი 86 სანტიმეტრია, ყველა დაშვების მიუხედავად, ისინი 2009 წელს დაქორწინდნენ და ახლა 6 წლის ვაჟი ჰყავთ. მაიკლი და ტრიშა ცხვილია, რომელთა ისტორიაც ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავს. მაიკლი 184-ის სიმაღლისაა, ტრიშა კი პაწაწინა და მყიფე ქალია, რომლის სიმაღლე მხოლოდ 86-ის მია. შესამჩნევი ფიზიკური განსხვავების მიუხედავად, მათ არა მხოლოდ სიყვარული, არამედ მრავალწლიანი მეგობრობაც აკავშირებთ. ისინი ერთ სამეზობლოში დაიბადნენ და გაიზარდნენ და თავიდან ვერ შეამჩნიეს სიმაღლეში არსებული არაჩვეულებრივი განსხვავება. ბავშვობიდან განუყოფლები იყვნენ, თავიდან ერთად თამაშობდნენ, შემდეგ ახლო მეგობრები გახდნენ და დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა უფრო მეტში გადაიზარდა. როდესაც მათმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ერთმანეთის მიმართ გრძნობების შესახებ შეიტყვეს, მაიკლის გადარწმუნება სცადეს. ეს ძალიან აბსურდულია, თქვეს მათ, რადგან ვერ გაიგეს მათი კავშირის სიღრმე. მაგრამ სიყვარული ძლიერი ძალაა. მაიკლმა და ტრიშამ გადაწყვიტეს, სხვისი მოსაზრებები არ გაეთვალისწინებინათ. 2009 წელს ისინი ცოლ-ქმარი გახდნენ და მალევე გადავიდნენ ფართო სახლში, თვალწარმტაცი ეზოთი. როდესაც მათ ვაჟი შეეძინათ, მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა შვილის დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ტრიშა საავადმყოფოში აღმოჩნდა და ეს პერიოდი წყვილისთვის რთულ გამოცდად იქცა. მაგრამ მისი წარმოუდგენელი ძალისა და მაიკლის მხარდაჭერის წყალობით ის სწრაფად გამოჯანმრთელდა. მათი ვაჟი, რომელიც ახლა 6 წლისაა, ჯანმრთელ და ხალისიან ბავშვად იზრდება. საინტერესოა, რომ 3 წლის ასაკში ის უფრო სწრაფად განვითარდა ვიდრე დედამისი ამ ასაკში, რაც მიუთითებს მემკვიდრეობითი ჯანმრთელობის პრობლემების არარსებობაზე. ახლა მაიკლი და ტრიშა მეორე შვილზე ოცნებობენ და, რა თქმა უნდა, ერთად ცხოვრების ყოველ წამს აფასებენ.